არა. არავის არ უსწრებს. რატო თქვენი არგუმენტი? არა, არც მეც მეზიზღება და მომავალ თაობის პასპაგიტო არ გავიმეტებ. ეგ არ არის კარგი. არ არის კარგი, ვიცი მე. არა რა თქმა უნდა. არა. და არგუმენტი მითხარი რატო არა? იმიტომ რომ აქვეითებს ადამიანის ორგანიზმს და გონებას პირველ რიგში. და მეორეც საფრთხეს უქმნის საზოგადოებას რა. ჩემი აზრი გაინტერესებს. კი, თქვენი აზრი გაინტერესებს. ევროპული ცხოვრებისათვის საქართველოს მენტალიტეტი ჯერ არ არის. და შეიძლება უკვე შედეგები მოწოს, რომ ისე ცუდი არაფერი არ იყოს ლეგალიზაცია. ადამიანი თუ თავის თავს აკონტროლებს. დოსტოევსკიმ თქვა, რომ თავისუფლება იმას კი არნიშნავს, რაც გინდა ისე ლაპარაკობენ გააკეთო. თავისუფლება იმას ნიშნავს, რომ შენ საკუთარ თავისუფლება დეულობ. იყოს მარიხუანა მე რა, ბევრემდე გონია განსხვავება სიგარეტისგან. მაგრამ ჯერ არა ვარ თავს ამისათვის. რა ვიცი, არა ძალიან ჩემთვის ძალიან მიუღებელია. აი რა არის ამ შემთხვევაში თქვენი არგუმენტი, რატოა მიუღებელი ეს? იმიტომ მიუღებელი, მაგეთ ყველა მამაკაცი მგონია, რომ ყველა არის ხელიდან წასული, ვინც მაგას ეწევა და ვინც მაგას აკეთებს, რა ვიცი. მარიხუანას დეკრიმინალიზაცია უნდა მოხდეს და თანაც აუცილებლად მიზეზი არის ძალიან მარტივი. მარიხუანა ნარკოტიკი არ არის. მარიხუანაზე მეტი ნარკოტიკი არის ალკოჰოლი. არაყი იწვევს შეჯდომას, რასაც ქვია ჟარგონზე, ძალიან მალე. მარიხუანას მიდრეკილება თუ არა ბიოლოგიურად ადამიანს, ხო, 1000-დან 1 კაცია მასეთი. შეჯდომას არ იწვევს. მიჩვევა შეიძლება ფსიქოლოგიური მიჩვევა. ფსიქოლოგიური მიჩვევას აგერ ლუდით იწვევს კაცს. მაგრამ ლუდით გალოთებული ადამიანი და ალკოჰოლი კი ჯერ არ მინახია მე. ხო და სამაგიეროდ პლუსი აქვს რა? ის ხალხი, ვისაც უნდა რაღაცი მიზეზის გამო განმუხტვა, თუ იქნება მარიხუანის საშუალება განმუხტვისა, ხო, ის მძიმე ნარკოტიკებს, რომელიც ეთი გაკეთებით იწვევენ შეჯდომას, არ მოიხმარს უბრალოდ. ერთი სასაცილო, ყველა სასაცილო რა არის? საკანონმდებლო ორგანოებში ამის შესახებ კანონებს იღებს ხალხი, რომელსაც თავის სიცოცხლეში საერთოდ სუნიც კი არ გაუგია. კუბდარიც კი არ უჭამია, რომელზეც ის კანაფის თესლი იყო მომნეული. ჩავინე ჰოლანდიაში, კაც, აქ რო გასინჯო კანონს დაარღვევენ, კანონი არ უნდა დაარღვიო, კანონს იდიოტები არღვევენ და ჭკვიანი ხალხი კანონს ვერ ცულის. ჩადი ჰოლანდიაში, იქნება დართულია, მივიდეს, შევიდეს ოფიციალურად, ეგ არაფერი პრობლემა არ არის. შევიდეს კაფეში, მოწიოს, გასინჯოს, რა არის, რას წარმოადგენს. აი, იმას თუ ჭყალებში თქვა ლონკა დაეწყო, ორი ვარიანტია რა, ან მევტყუიო, ან ის არის იდიოტი და რაღაცები დაეწყო რა. იმიტომ რომ აზიანებს ადამიანის ორგანიზმს ეს და გაუთვალისწინებელი შედეგები შეიძლება მოხდეს ამას ადამიანისთვის. როგორც თავისთვის, ისევე სხვისთვის. თუ არ ყოფილი, არ უნდა იყოს. რა თქვენი არგუმენტი რა არის ამ შემთხვევაში, რატო? არ არის კარგი და იმიტომ, აბა რა ვიცი. არგუმენტი მე ჩემ გარშემო არავის არ მოუხმარია, მაგრამ კარგი არ არის. ნუ ისე გარკვეული არ ვარ საერთოდ ამ ნარკოტიკულ ნივთიერებებში, მაგრამ მე როგორც შვილის დედა ვფიქრობ, რომ ალბათ არ უნდა იყოს ეს. ეს ჩემი აზრია, არ ვიცი. მაგრამ შეიძლება უნდა იყოს დაშვებული, მაგრამ რაღაცა კანონიერი ფარგლები უნდა არსებობდეს. წინააღმდეგი ვერ ვიქნები, იმიტომ რომ თუ კი მაგით მაყოფილდებიან და თავიანთს ისრულებენ, ყველა თავის სურვილი აქვს. უნდა ესრულება. საერთოში თუ ცოტა მოქმედებს ადამიანზე და კლავს და მანეულს მოსიცოცხლის, ეს აკეთებს რა არის, მაგრამ თავრობა რა შუაში არის, ყველა თავის თავზე თვითონ არის.